საპატრიარქო რეზიდენციას დღეს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ეწვივნენ. სტუმრები უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარ ეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ მიიღო. საპატრიარქოში იმყოფებოდნენ ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ვალიდ აბუ-ჰაია, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გარეთ უორდი, იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მასიმილიანო დე ანტუონო, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშოტ სმბატიანი და თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მუსტაფა თურქერ არი. თითოეულ ელჩთან გაცნობიტი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. სტუმრებმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს პატრიარქად აღსაყდრება მიულოცეს და მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა მწუხარება გამოთქვეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალების გამო და სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოხატეს. შეხვედრაზე საუბარი იყო ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე. წელს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი აღინიშნება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ამ თარიღთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზეც ისაუბრა. საქართველოს ეკლესიის მეთაურმა სტუმრებს მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრას ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და საპატრიარქოს საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი არჩილ ხაჩიძე ესწრებოდნენ. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს საჩუქრები უსახსოვრეს. დღეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან სტუმრად იმყოფებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები სხვადასხვა საელჩოდან, ისრაელის საელჩოდან, დიდი ბრიტანეთის საელჩოდან, იტალიიდან, ასევე სომხეთის ელჩი ბრძანდებოდა და თურქეთის ელჩი. შეხვედრა ჰქონდა გაცნობიტი ხასიათი, მათ კიდევ ერთხელ გამოთქვეს სამძიმარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალების გამო და ასევე მიულოცეს შიო მესამეს გამორჩევა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად. საუბარი თითოეულ ელჩთან შედგა მეგობრული შინაარსით, ხაზი გაესვა ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობას და ჩვენი ემიგრანტებისადმი ამ ქვეყნებში თბილ დამოკიდებულებას ამ სახელმწიფოების მხრიდან. საუბარი ასევე შეეხო იმ საყოველთაო პრობლემებს, რომელიც დღეს მსოფლიოში თითქმის ყველა ქვეყანას აწუხებს. ეს არის ტრადიციული ფასეულობების მოფრთხილება, ეს არის ოჯახის კულტურასთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე საუბარი შეეხო იმ გლობალურ პრობლემებს, რომელიც არის დაკავშირებული მიმდინარე ომებთან, რაც საფრთხეს უქმნის ზოგადად ყველა ქვეყნის საზოგადოებას და მშვიდობიან თანაცხოვრებას. ელჩებმა გამოთქვეს იმედი, რომ შემდგომში კვლავ იქნება შესაძლებელი საქართველოს ეკლესიასთან ურთიერთობა და კათოლიკოს პატრიარქმა ისინი მოიწვია და მან განუცხადა, რომ ღია საქართველოს საპატრიარქოს კარი ნებისმიერ დროს მათთვის საინტერესო თემებზე სასაუბრად.